როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს როგორც იქნა მოუძებნე დრო, იმიტომ რომ შაბათი და კვირა ჩემთვის არის მაინც დასვენების და ოჯახთან ერთად ყოფნის დრო. მაგრამ ამ დღეს უნდა გამეშალა აუცილებლად თან კონსულტაციებიც ბევრი იყო პირადში და დაპირებული ვიყავი თქვენთვის ზოგად გაშლას და რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, გავშალოთ უკონტაქტო ურთიერთობაზე. უკონტაქტო ურთიერთობა, აქ ითვლება ყოფილიც და მოკლედ სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ. მე რა თქმა უნდა ყოველს უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და რა თქმა უნდა ეს არის თქვენზე დამოკიდებული. ნახოთ. ჯერ ნახოთ რა ხდება მის ცხოვრებაში. ისე რა ხდება მის ცხოვრებაში და მშვიდობა, ანუ მინიშნება კიდე კარგი, რადგან მშვიდობა მაშინ არ ღირს ამაზე არანაირი გაქეთქვა, მშვიდობა მის ცხოვრებაში. ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს და ვნახოთ ახლა უთქვენოდ როგორ არის ეს ადამიანი და აი განსაკუთრებით მაინტერესებს რას გეტყოდა, თუ აქვს რა თქმა უნდა რაიმე სათქმელი. რას გეტყოდა? ჯერ ნახოთ როგორ არის უთქვენოდ როგორ არის ეს ადამიანი. სტაბილურად, ნორმალურად, ისე ცხოვრებაში მშვიდობა აქვს, სტაბილურად, ნორმალურად, მაგრამ აი რაღაცა გადაფასების მომენტი აქვს. აქ უყურებ ზუსტად იმ მომენტს, რომ რაღაცა სხვანაირი ხარ, რაღაცა შეცვლილი ხარ. საერთოდ ასე ხდება ყოველთვის, როდესაც დროულად ვერ აფასებ ადამიანს, რატომღაც ყოველთვის ასე ხდება. პირად ურთიერთობაში, მეგობრობაში, ნაცნობობაში და ზუსტად აი ამის წინაშე დადგა ეს პიროვნება და ფიქრობს, რომ თქვენ ხართ საუკეთესო, თქვენ ხართ ერთ-ერთი ის გამორჩეული ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებაზე დღემდე მოქმედებს დადებითად და აცნობიერებს, რომ ამ პიროვნებას ძალიან ჭირდებით, მაგრამ მიუწვდომელი ხარ. იმიტომ კი არა, შეიძლება დისტანციაც იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიუწვდომელი უკვე შენთან ისე ვერ იქნება, როგორც შესაძლოა ადრე იყო და აქ არის ყველაზე მთავარი, რომ ისეთი შეგრძნება რჩება, რომ შენ ისე აღარ გინდა. შენ რაღაცა, შენი თავის სიყვარულით და შენი ცხოვრებით ხარ დაკავებული. ამას გრძნობს ეს ადამიანი. მე მაინტერესებს თავს ზედმეტად გრძნობ მის ცხოვრებაში, მაინც აი რაღაცა ნაბიჯებისკენ რომ არა თავს ზედმეტად არ გრძნობს სხვათა შორის პირიქით რაღაცნაირად გონია რომ ეხა თუ მართლა გადმოდგავს ისეთ ნაბიჯებს სადაც იქნება იცი როგორ ნაბიჯი უნდა გადმოდგას ანუ ეს კი არ არის ის რომ აი მე მომეინატრე და გრძნობა მაქვს შენს მიმართ არა ნახე აქ არის ყველაზე მთავარი რომ მე უნდა მოვიდე გულწრფელი სიყვარულით ანუ თან დიდი ტუზი პენტაკლით, ანუ ძალიან დიდი შემოთავაზება, როგორც ცხრიან პენტაკლის გოგონას ქალბატონს შეეფერება. ეს უნდა იყოს პირველ რიგში გულღია საუბარი, ეს უნდა იყოს გულწრფელად რაღაცა გამოხატული გრძნობა და ყველაფერზე აი ხაზგასმით რო გავუსვებ როგორ ვთქვა უარყოფითი რა იყო, დადებითი რა იყო, რაღაცა ყველანაირი გადაფასება და აი შეჯამებით რომ მოდის და დიდი ტუზი პენტაკლი ამ შემთხვევაში, რომ შენ ხარ ის, ვინც მე მჭირდება. ამით უნდა მოვიდეს, მაგრამ არ მოვა ჯერჯერობით აქ. არ მოვა, იმიტომ რომ ეს არის მაინც რთული მისთვის. რთული რატოა? რთული რატოა და ძნელია რაღაც შენთან. იხლიჩება იცი რაში იმ ემოციაში რაც აქვს და რეალურად ეს ემოცია რომ დამტკიცდეს მოქმედებით განდეგილი. თავს არიდებს ნაბიჯებს, თავს არიდებს გულღია საუბარს თქვენთან. შეეგუა რაღაცნაირად თუ შენობას თუ მიეჩვია.
ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები, აი თითქოს ეს ყველაფერი აქვს შენს მიმართ, მაგრამ მე უშენობა შევეგუე, მე მივეჩვიარ და გული სხვას ეუბნება, გული რას გეუბნება, აი რას ეტყოდი გულიდან წამოსულს. მე გრძნობ გოგონებო, რომ ამას გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. აი გული რას ამბობს, შენი გული რას ეტყოდა დღეს ამ გოგოს, აი იმპერატორი. ой როგორ გული რას ეტყოდა და სიამოვნებით, აი ჯერს ეს ეჭვიანობს ძალიან და მისთვის ეს პრობლემაა და ზოგადად გეტყოდა იმას კი არა, რომ რაც აქვს გულში ეს ემოციები და არ უნდა რომ სენსიტიური იყოს. გული გეტყოდა იმას, რომ იცი რა უფრო პრეტენზიებს გამოგიხატავდა სიამოვნებით, დაგანახებდა მის ხასიათს, დაგანახებდა ყველაფერს ძალიან როგორ იცი თუ როგორი მართალი ვარ, მე საით მივდიოდი მე და საით სად მოხდა ჩვენი ესე ვთქვათ გაყოფა როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ქაოსი აქვს. კამათი უნდა. მე ვატყობ ამ ადამიანს, უნდა თქვენთან კამათი. ისე სოციალურ ქსელებში შეიძლება გიყურებდეს. თუ სოციალურ ქსელებში დაბლოკილი ხართ, ну გააჩნია ხა გოგონებო რომ მომდის ის რომ აი დამბლოკა და ესე. მე როგორც რეალისტი ადამიანი გეტყვით, ხა ადამიანი როცა ბლოკავს, ხო, სისულელია მაგაზე ზოგად გაშლას უყურო. თუ შენ ზუსტად იცი რომ არის ასეთი ბოდიში ხა ისტერიჩკა მამაკაცები რომელსაც ჩვეულებრივად ბლოკავს, მაგრამ აქვს სპეციალურად ისეთი გვერდი რომ ითამაშოს, რომ გაჩვენოს და არ დატოვოს კვალი რო გიყურებს. თუ ზუსტად იცი რომ ასეთი ხასიათი, კი ბატონო, ამ შემთხვევაში თქვენზე იქნება ეს გაშლა მორგებული, მაგრამ თუ არ უნდა და მომშორდის გეუბნება და დაგბლოკა, ხო, ამ შემთხვევაში თქვენზე ყველა ინფორმაცია არ მიიღო და ინტუიციას მოусმინეთ, რა თქმა უნდა. რას გეტყოდა? მაგრად უჭირს ამ ადამიანს, აქ სინანულის შეგრძნება, ეჭვიანობს, არაფერს არ იმჩნევს ამ ადამიანს შესაძლოა კიდე გააკეთა ძალიან არასწორი საქციელი, თუ რა თქმა უნდა ეს მოხდა მესამე ფაქტორებიდან გამომდინარე და მეორე ვარიანტი ის არის, რომ ჩემი გადაწყვეტილება შენს მიმართ საერთოდ არასწორი იყო და თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ ამის აღიარება და ამის შენთან გამოხატვა არის აი, ღმერთო ჩემო, სიკვდილის ტოლფასი ოღონ არ ვაზვიადებ არანაირად ზოგადი გაშლების მადლით, რა თქმა უნდა. საკმაოდ შეუძლია манипуляტორიც იყოს, საკმაოდ შეუძლია იყოს წესიერი და ჯანსაღი, უბრალოდ ეს ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი მართოს და აირჩიოს მისი ხასიათი, როგორც მას გაუხარდება რაღაცა რეჟიმები რო არის, ხო, იცი პულზე დაყენებული, ამ რეჟიმზე ასია, იმ რეჟიმზე ისია და ნუ მთელი ამბები. ისე გაურბის მაინც გულწრფელობას. არ არის ის ადამიანი ის რომ ახლა ასე ძალიან ფაქიზად გესაუბროს. შენით მოხიბლულია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. რა მოხიბლა კონკრეტულად მაინტერესებს, იმიტომ რომ ნანახი ისტორია, ხო? ეხლა რატო გადაფასდა ეს ყველაფერი? შენთ რა კოშკი. ანუ შენ მიიღე გადაწყვეტილება. აი ნახე, შენ მიიღე სწორი გადაწყვეტილება. შენ სამართლიანი ხარ. და ზოგადად შენ რაც თქვი შესაძლოა ის გააკეთე. შენ სამართლიანი ხარ და პლუს ამას შეიძლება კიდე რაღაც ისეთი ბუმერანგებიც მოუტრიალ და აი სადღაც რაღაცნაირად გაახსენდი. აი რესპექტი რაღაც დააგისვა რესპექტ რა, არ ვიცი. რაღაცა მომდის ასეთი ზუსტად შერეულია ეს ყველაფერი, რაღაცა აფორიაქებული. აი რასაც ვლაპარაკობ ახლა, ხო? ანუ ჩემში კი არ არის პრობლემა, ანუ ვიმეორებ იმას, რასაც თვითონ ფიქრობს, გრძნობს და ნუ მოკლედ სადაც დალაგებული არ ვიქნები, ჩემი ბრალი არ არის, ვიზეც უყურებთ ის ადამიანია ცოტა აფორიაქებული და პატარა აშლილობაც აქვს. იმედია მე აშლილი არ ვილაპარაკებ, ღმერთმა დამიფაროს. მაინტერესებს ესეთი რამ, ანუ ტაროს აზრით აღდგება თუ არა საერთოდ ურთიერთობა. აღდგენას არ გულისხმობ ახლა მე რო გამოჩნდება და მე ისევ არა, აღდგენაში გულისხმობ აი აღდგენას, რომ всё, გავიაზრეთ, პაუზასაც უნდა კონდეს თავისი ჯანსაღი დრო, სადაც უერთმანეთოთ ვართ, მაგრამ მე გადავწყვეტ ამ ყველაფერს, ეს საჭიროა თუ არა. აღდგება თუ არა ურთიერთობა ჯანსაღად. სიცოცხლიან პენტაკში ამოდიხარ, შენზეა დამოკიდებული, ისი როგორ რაღაცა არის. ჯანსაღად არ აღდგება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ აი ამ ორში, ანუ თქვენ ორში ხართ შენ ყველაზე ჯანსაღი. ჩამოყალიბებული, სტაბილური. შენ არ შეგიძლია ზედაპირლობა, არ შეგიძლია რაღაცა სადაც არ არის მომავლის სუნი. ამ მამაკაც არ არის მომავლის სუნი. შენ არ გაგარანტია.
და ეს ყველაფერი არის გათვლილი, მაგალითად, მაქსიმუმ 3 თვის შეიძლება რაღაც დაალაგდეს, მაქსიმუმს ვიძახი და მე ისევ აირიოს ყველაფერი, ამიტომ შენთვის ეს ისტორია მიუღებელია. ამ ადამიანის გამოვლინება, გრძნობა მაინც აქვს, მაგრამ არ ვენდობი მე ამ ადამიანის გრძნობას, იმიტომ რომ თუ დავდებთ სასწორზე გრძნობას შენს მიმართ და საკუთარი თავის მიმართ, მე ვიტყოდი რომ უფრო დიდი გრძნობა საკუთარი თავის მიმართ აქვს. ამიტომ რაღაცნაირად ვერ მიიღებ და აღარ მიიღებ. აღარ მიიღებ არანაირად, რჩევა არ მინდა რომ ვიკითხო. რჩევა არ მინდა. უკონტაქტოს, აი, მოდი ვნახოთ, აბა, აი, აქ თუ არა გადართვები მაინც. იმიტომ რომ ზოგადად კონსულტაციებშიც არის მსგავსი კითხვები და მე მაინტერესებს, იქნებ თქვენს გაინტერესებდეთ, მაინც მოსალოდნელია თუ არა, რომ რაღაცა გადართვები გქონდეს ან მთელი ამბები, აი, თუ არის აქ მესამე ფაქტორები და გადართვები, ზომიერება. ნუ ერთი სიტყვით, თუ ზუსტად იცი რომ აქ მესამე ფაქტორები, ზუსტად თუ იცი, რა თქმა უნდა, ეს მაშინ გამურთე ეს და შენზე არ არის ამ მომენტში ეს კითხვა. მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში მე გიტყვი რომ შეუძლია თავშეკავება ზომიერებაშია, მაგრამ როგორია იცი? აი უცებ შეიძლება მოიხიბლოს, რაღაცა უცებ აშიტირდეს და მერე უცებ ჩაწყნარდეს. ნუ ხო, დასაშვებია, მაგრამ სისტემატიური ქრონიკული ის არა აქვს, ეხლა რომ გადავარდეს და ვერ ამოწიოს თავი, ხანვის ხდება, ხანვის წერს და ესე არ არის ნამდვილად, მაგრამ ხო, ფიქსირდება მერე. თითქოს რა არის გულს აყოლებს. არ ვიცი, ახლა სანუგეშო ვთქვი ეს თუ არა, მაგრამ ვისთვის როგორ არის ახლა ეს გულს აყოლებს. მე ბევრი ვიცი, რომ ფლირტებს არ იღებენ, აი, არ აინტერესებს ზოგს ის, რომ ხო რა, ნორმალურია მათთვის. საერთოდ ღალატი არის ძალიან ინდივიდუალური. ანუ შენ შეიძლება არ ჩათვალო კაცი და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობა ღალატად, მაგრამ ჩათვალო, რომ აი ეჩატავები მას, იმ ქალს, რაღაცა ცდილობ, რომ მოხიბლო, გაუკეთო საჩუქრები. მეც ესე ვთვლი, თუ გინდათ სიმართლე, რომ რა თქმა უნდა დასაშვები არც ერთი არ არის, მაგრამ თუ შევხედავთ მამაკაცი, რომელიც ცდილობს, რომ ქალი მოხიბლოს საჩუქრები და შენი ადამიანი გყავს, ფიქრობ ეს ძალიან ცუდი საქციელია. შეიძლება რა საერთოდ სხვა მოქმედებიც საერთოდ არ იყოს მესამე ფაქტორები აქვს, მაგრამ ეხაცნაირად გაწყენინოს. ამიტომ თქვენ შეგრძნებიდან გამომდინარე გააკეთეთ გოგონებო დასკვნები და ვიკითხოთ მაინც უნდა თუ არა დაბრუნება. მაინც მას თუ უნდა დაბრუნება. ოღონ შესაფერისად ჯანსაღად დაბრუნება თუ უნდა ქალი ზალა. უნდა თუ არ უნდა შენ ისეთი ხარ, ისეთი ძლიერი, მიმზიდველი ჭკვიანი, რომ რა თქმა უნდა დაბრუნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მერტად შევა. მოდი ასე დავყოფ ამ ვარიანტებს. ვარიანტებად დავყოფ, იმიტომ რომ ბევრი ხართ და ყოველას ერთი და იგივე სიტუაცია შეიძლება არ გქონდეთ. არჩევანი თუ იცით აქვს, ხო იცოდე რომ აი ასე კურგზე ივლის წავამოვა და შენც უნდა ხარ ის უნდა, აი რაღაცა ესია. მთლიანობაში რა თქმა უნდა მისთვის ძალიან სასურველი ხარ და თუნდაც იმ არჩევანში შეუძლებელია რომ უშენო დარჩეს, ანუ არა. მაგრამ თუ ზუსტად იცით, ანუ მართლა ზუსტად იცით რომ სხვა ადამიანი აქ არ არის, კონკრეტულად სულიერი შენ ხარ ის ქალი, რომელშიც არის ჭკუა, გონება, სათუთი, რაღაც ბავშვური ემოციები, ამავე დროულად ხარ დიდი, ამავე დროულად პატარა სულელი. აი ყველაფერი ის რაც მასში აღვივებს, აი გულწრფელ ემოციას და ყოველთვის რომ უნდა რომ დაგიპყროს თავიდან და შეიძლება ბევრი სხვა შორის არსებობს ეს ისტორიებიც, რომ იმიტომაც არის პაუზები, რომ ისე დაგიპყროს და აი ისე განახლდეს ეს ყველაფერი თავიდან. როგორც საერთოდ სულ თავიდან იწყება ხოლმე. ამიტომ ეს მეორდება, ეს რო ეფიქრები და რა თქმა უნდა, კი ბატონო, არის ასეთი ვარიანტებიც აქვს. რა, ნუ მიიღო თუ არა, შენ სამართლიანი რჩები, არ მიიღებ ისე, არ მიიღებ. შეიძლება მიიღო რაღაც დროებით გამოსაცდელი დრო რომ ისე, მაგრამ
მაგრამ რა არის, იცი? კი შეიძლება შენ გულს უნდა, მაგრამ შენი გული კმაყოფილი არ არის. შენ არ გავსებს ეს ადამიანი. ამიტომ ასეთი ვითარება გოგონებო, მე რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.